ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სინას მთაზე წარმოებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგების წარდგინება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოებისა და სინას მთასთან დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენა. შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრებოდა. როგორც ცნობილია, 2002 წლის შემდეგ სათანადო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გამო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვერ ახორციელებდა სინას მთაზე ექსპედიციებს და იქ დაცული კოლექციების კვლევას. მხოლოდ 2014 წლის დეკემბერში განათლების სამინისტროს დაფინანსებითა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს დახმარებით ცენტრის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ ემუშავათ სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერთა უნიკალურ კოლექციაზე. მიკროკოლეური მასალის დიგიტალიზაცია მიმდინარეობს, ეს იქნება ნამდვილად ძვირფასი მასალა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე კვლევითი და იქნება სხვადასხვა მიმართულებებში გამოსაყენებელი. აქ არის კიდევ სხვა ბევრი მასალა, რომელიც არ მოიყვა, არ არის დღესდღეობით სინას მთაზე, მაგრამ უკვე გაბნეულია სხვადასხვა ქვეყნებში, არის ნიუ-იორკში, არის ჩეხეთში და ასე შემდეგ. 2015 წლიდან ჩვენ გავაგრძელებთ უკვე ამ ნაწილების შესწავლას. სინას მთაზეც არის დარჩენილი კიდევ ხელნაწერები, რომელიც შესწავლას საჭიროებს. მიკვლეულია ამჟამად ჩამეტანილერის დავით აღმაშენებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, რომელიც ჩვენ გვაქვს თამარ მეფის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, მაგრამ არ გვქონდა დავით აღმაშენებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, ამიტომ ამ ნაწილებს ჯერ კიდევ ვაგროვებთ და 2015 წელს გაგრძელდება და საბოლოოდ შეიქმნება ის ბაზა, რომელიც ნამდვილად დაეხმარება ჩვენ სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს იმისათვის, რომ აწარმოონ კვლევა. სინას მთაზე არსებული ქართულ ხელნაწერთა კოლექცია გამორჩეულია უცხოეთში არსებული სხვა კოლექციებს შორის, გამორჩეულია არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ თავისი მნიშვნელობით და სიძველით. და იმით, რომ აქ არ არის მხოლოდ სინაზე გადაწერილი ხელნაწერები დაცული, არამედ პალესტინის სხვადასხვა მონასტრებში შექმნილი სხვადასხვა დროს. დღეს პირველად ამოთანებს შორის არის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე და ასევე ქართულ ხელნაწერთა ერთიანი გაერთიანებული კატალოგის გამოცემა. ექსპედიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, იმიტომ რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოგვეცა საშუალება, რომ მივსულიყავით სინას მთაზე. ბოლო ექსპედიცია 21 საუკუნის დასაწყისში იმუშავა იქა და შესაბამისად გამოსცა გარკვეული ნაწილის კატალოგი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გვენახა ის ძველი კოლექცია, ასე პირობითად ქვია მას ძველი კოლექცია, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასასრულიდან იყო ცნობილი და რომელიც მხოლოდ ფოტოპირებით ვიცოდით. ზოგადად ასეთი წერილობითი დოკუმენტების შესწავლა თუ უშუალოდ ორიგინალებთან არ მიხვედი და არ ნახე, ძალიან რთულია და ამ ორიგინალებთან მისვლა კიდე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კულტურისა და ზოგადად ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ბევრ საინტერესო საკითხს გვაგებინებს ხოლმე.